და ისე მედია ცენტრი ამჯერად დარღვევებზე ზვიად ქორიძე საუბრობს. პროპორციული ბიულეტენების შეკვრაში არ იყო ერთი ბიულეტენი, დანობრილი ბიულეტენი, ანუ გამოტოვებული იყო ის ბიულეტენი თავისი ნომრით და საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი დაგვრჩიდა კომისიის თავმჯდომარესთან, საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან, რომ გაფორმებული იყო სათანადო აქტი, გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ სატელეფონო საუბარით მოეგვარებინათ ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აქტით ეს უკვე არის დამტკიცებული, ხელს აწერს კომისიის წევრები, პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ წამოვიღეთ დადასტურებული ასლი და რა თქმა უნდა კონკრეტული ნომერი გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი უბნისთვის დამახასიათებელი, რამოდენიმე უბანზე ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რაოდენობა გარდა სპეცსიებისა, იცით რომ სპეცსიებში იქ არის ძირითადად საუბნო კომისიის წევრები მხოლოდ პროპორციულად აძლევენ ხმას და ამდენად შეიძლება იყოს არა შესაბამისობა ბიულეტენების რაოდენობისა, მაგრამ არის უბნები, სადაც სწორედ არასპეციალური სიებით, მაგრამ ერთმანეთს არ ემთხვევა რაოდენობა იმ შეკვრებისა, პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენებისა, რომელიც დევს. გარდა ამისა, მთაწმინდის სწორედ იმ უბანზე თავად ამომრჩევლები მოვიდნენ ჩემთან და მათ გადმომცეს ამომრჩევლის ბარათები, რომელიც არის გაცემული ერთ ოჯახის 3 წევრზე, რომლებიც რამდენიმე წელია უკვე საქართველოში არ ცხოვრობენ და ეს ადამიანები მიუხედავად მრავალჯერადი თხოვნისა ამ ოჯახის სხვა წევრებისა, რომ ამოწერილი ყოფილიყვნენ სიიდან, ისევ სიაში არიან, სამაგიდო ჟურნალშიც არიან და ჩვენ კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ საუბნო კომისიის ხელმძღვანელები, რომ აი ეს არის სერიოზული რისკი იმისა, რომ აი ამ ნომერზე იყოს მიცემული ხმა და ესე თქვა მკვდარი სულების ჭღალებში პრობლემა აი ამ ფორმით გადაწყვეტს და ეს არის სიმპტომური კიდევ ხას უსვამ იმას, რომ სწორედ აი ესეთი ამომრჩევლების ყოფნა სიაში აძლევს ხელს საუბნო კომისიებს ან დაინტერესებულ პირებს, რომ დაიწყოს მანიპულირება სწორედ აი ამ შეუსაბამო რაოდენობის ბიულეტენებით შემდგომ. დღეს ამას ყველაზე მეტად უნდა მიექცეს ჩემი აზრით ყურადღება, მე მგონი, ისევე იმ პრობლემებთან ერთად, რომელიც ბატონმა ირაკლიმ და ქალბატონმა იამ ჩამოთვალეს აქ. სამეგრელოზე არის საინტერესო ფაქტი. ბატონო, მოგესალმებით, მურვან პატარაია, კოალიციის წევრი. მე ძალიან მოკლედ მინდა მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაციები, რომელიც კოალიციაში შემოვიდა. ეს არის სამეგრელოს რეგიონიდან, კონკრეტულად მარტვილის რაიონიდან. ეს იყო ჩართვა მედია ცენტრიდან.